ეს ვიდეო ყველა ქართველმა უნდა ნახოს. უბრალოდ მომისმინე ბოლომდე. ძველად ჩვენი წინაპრები კრძალავდნენ ახლო ან ზოგადად ნათესაურ ქორწინებებს. მათი აზრით ეს ყველაფერი მთელ გვარს და ზოგადად ეთნოს მძიმე გამოუსწორებელ ზიანს მოუტანდა. ისინი ცხადად ხედავდნენ ყველაფერს და აფრთხილებდნენ შთამომავლობას, რომ ჩაკეტილი გენეტიკა და ერთი და იმავე სისხლის ადამიანების ერთმანეთთან დაქორწინება მძიმე და ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ ავადმყოფობებს იწვევდა. თითოეულ გვარს თავისი მკაფიოდ ჩამოყალიბებული პირადი გენეტიკური კოდი აქვს და როდესაც მსგავსი კოდის მქონე ადამიანები ქმნიან ოჯახს, მათი დაგროვილი ფარული სისუსტეები და გენეტიკური ხარვეზები ერთმანეთს ემატება, რაც ახალ თაობებში კატასტროფულ შედეგებს იწვევს. ქართველებს მტკიცედ გვეკრძალებოდა და დღესაც გვეკრძალება 6 თაობით ახლო ნათესავზე ქორწინება. ასევე აკრძალულია დედის ან ბებიის მოგვარეზე ქორწინება. ასევე იკრძალება ნათელ მირონებს შორის ქორწინება. კაცრად იყო აკრძალული ახლო მეზობლებს შორის ქორწინებაც. ამ ყველაფრის დამრღვევს კი თემიდან კვეთდნენ. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ხომ გაგიგიათ? წინა ვიდეოს უსამართლო კომენტარები მოყვა, ამიტომ მოდი ვისაუბრებ ღიად და ადამიანურ ენაზე იმ ყველაფერზე, რაც იქ ვისაუბრებ. მე ვატარებ G გენეტიკური კოდის G2A2 განშტოების L1266 სუბკლასს და ის არის ქართული გენის კოლხური განშტოება. ზუსტად იგივე გენს ატარებს ჩემი ძმაც და ზუსტად იგივეს ატარებს რამდენიმე ქართული გვარი, რომელთა წარმომადგენლებზე მე რომ დავქორწინდე, სისხლის აღრევის ტოლფასი იქნება. რატომ? იმიტომ რომ მათ აქვთ ბრჭყალებში ზუსტად ის სისხლი, რაც მე, ჩემ ძმას და ჩემს წინაპრებს. მოდი ჩამოვთვალოთ, რომელი გვარის გოგონებზე ვერ დავქორწინდები, იმიტომ რომ იგივე გენეტიკური კოდის იგივე განშტოებაა. ეს გვარებია აბულაძე, აგლაძე, ბეჟანიძე, ბეჟანიშვილი, გაბიძაშვილი, გიგიბერია, გობეჯიშვილის ერთი შტო. ამიტომ მე ვერ დავადგენ რომელი შტოა ეს და ამ გვარის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ იქნება ჩემი მეუღლე. გვარ იოსელიანთან მიმართებითაც იგივე რამეა. ერთი შტო იგივე ჩემს მსგავს გენშია. კაპანაძე, კენკებაშვილი, ქათამაძე, ქირია, ქორიძე, შუბითიძე, ცერცვაძე და ასე შემდეგ კიდევ მრავალი გვარი. ამიტომ ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ზუსტად იდენტური გენის და იმ გვარის წარმომადგენელზე არ უნდა დავქორწინდეთ. რატომ? იმიტომ რომ ამ კავშირის შედეგად დაბადებულ ბავშვს გამოუვლინდება უამრავი ავადმყოფობა. არ ჩამოვთვლი რომელ დაავადებებზეა საუბარი. მე თქვენზე ვზრუნავ. დიახ, ქართველი არ უნდა დაქორწინდეს საკუთარ ნათესავზე. არ აქვს მნიშვნელობა ამ ნათესავს ბრჭყალებში იცნობს თუ არა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. არ მინდა ვინმეს ეწყინოს, მაგრამ მოდი ვიქნები პირდაპირი. კომენტარებში ბევრი ისეთი ადამიანი გამოირჩევა ბრჭყალებში ქართული გენის დაცვით, ვის ზარღვებში 1 გრამი სისხლიც კი არ არის ქართული. და თუ ასეთ ადამიანებს მხოლოდ ქართული გენისთვის გემეტებათ საქართველო, მაშინ რატომ სახლობთ ამ ქვეყანაში? ძალიან მარტივი კითხვაა. ჩვენ ქართველები თქვენნაირად არ ვფიქრობთ. ქართველებს ყველა გვიყვარს, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და ვისაც შეუძლია თავისი სიცოცხლე გაწიროს ჩვენი პატარა, მაგრამ ლამაზი და უფლისგან დალოცვილი სამშობლოსთვის. არსებობს გენეტიკური კოდები, რომლებიც ვერ ეწყობიან ქართველებს და ქართულ გენს, მაგრამ არსებობს გენეტიკური კოდები და ამ გენის მატარებელი ადამიანები, ვისაც ქართველისაგან ვერ გაარჩევ. ეს არის სიმართლე. სიმართლე ხშირად მწარეა, მაგრამ მწარე-წამალი კურნავს. შაქარი გემრიელია, მაგრამ ის აზიანებს ორგანიზმს. მე არც ანგელოზი ვარ და არც წმინდანი, მეც თქვენაირი ადამიანი ვარ. თუბალისა და მესეხის შთამომავალი. ქრისტიანი, მართლმადიდებელი ქართველი. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.